გამოხმაურება იმედის გმირებში გასულ რეპორტაჟზე. თერჯოლაში მცხოვრების სოციალურად დაუცველი 20-მდე ოჯახს დახმარება ექნება ტელეკომპანია იმედის მიერ დაწყებულ საქველმოქმედო აქციაში ბიზნესმენებიც ჩაერთვებიან. მანამდე სოციალურად დაუცველებს თერჯოლაში მცხოვრები ინვალიდი ქალი თამარ გავაშელიშვილი ეხმარებოდა, რომელიც კათარზის იმედის სახლის დირექტორია. ის რაიონის ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებზე საკვებს გასცემდა, თუმცა ხშირად უსახსრობის გამო თერჯოლის მოსახლეობისთვის თანხის მოძიებას ვერ ახერხებდა. იმის გამო, რომ გადაადგილდება უჭირს თანხისა და საკვების მოძიება ხშირად ტელეფონით უწევდა. და საქველმოქმედო აქციის პირველ დღეს თერჯოლაში კომპანია Araitumoro ჩავიდა. პირველი საჩუქარი მაღაზიის ქსელში არსებული ყველაზე დიდი მოცულობის LG-ის ფირმის მაცივარი და ელექტროგამათბობელი იყო. ზამთარ სოციალურად დაუცველები ბიზნესმენების დახმარებით კომფორტულად გაატარებენ. კომპანია Arais წარმომადგენლები განმარტავენ, რომ იმედის გმირების დახმარებას მომავალშიც განაგრძობენ. მაგრამ ისიც კი აქ როგორც კი შევიტყვეთ ეს ამბავი, გამოვეხმაურეთ და დღეს ჩამოვიტანეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა LG-ის. Araitumoro არის LG-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და აქედან გამომდინარე ჩამოვიტანეთ დიდი ტევადობის LG-ის მაცივარი და LG-ის გამათბობელი. ამის გარდა ჩვენი კომპანია ხშირად არის ამ დაგვარი ღონისძიებების ინიციატორი და ამ ტრადიციას მომავალშიც აუცილებლად შეინარჩუნებს და გააგრძელებს. ეს არის ჩვენთვის უდიდესი საჩუქარი, ჩვენთვის ყველა გაჭირებულისთვის. ისინი ძალიან გახარებული და აღფრთოვანებულები არიან დღეს და ელოდებოდნენ დღევანდელი დღის გათენებას იმ დიდი სიხარულით, რასაც ვიცი, რომ ყველა თითეული განიცდის. არ ვიცი რა ვთქვა, ღმერთმა დალოცოთ, გააძლიეროთ და არ მოაკლოთ, რა ვიცი, გაძლიერება და შემოსავლები და მეტ გაჭირებულებს რო დახმარებოდნენ. ახალ მაცივარში უკვე მოხდა პირველი საკვები ვაკის ხორცს პროდუქტების საწარმომ. დღეს დილით თერჯოლაში საკუთარი პროდუქცია ჩაიტანა. კომპანიის წარმომადგენლები აქციაში მას შემდეგ ჩაერთნენ, რაც იმედის ეთერში გასული გადაცემა ნახეს. ქარხნის ნაწარმი 55 ადამიანზე არის გათვლილი. პროდუქციის ნაწილი იმედის სახლს გადასცეს, ნაწილი კი თერჯოლის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგეს. ყველა დამეთანხმება, რომ აი ამ რეპორტაჟის ყურება ცრემლების გარეშე შეუძლებელი იყო. ჩვენ დღეს ჩამოვედით ქალბატონ თამართან, ვაკის ხორცს პროდუქტების ქარხანა ერთ-ერთი პირველი გამოვეხმაურეთ ამ ამბავს და ჩვენ ჩამოვიტანეთ სხვადასხვა სახის ხორცს პროდუქტები. ეს იყო მართლა იგულისამაჩუყებელი რეპორტაჟი და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ მივიღეთ ამაში მონაწილეობა, დავეხმარეთ ამ ადამიანებს. საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო კომპანია დილაც. კვერცხისა და ქათმების მწარმოებლებმა თერჯოლაში დღეს საკუთარი პროდუქცია ჩაიტანეს. აქციის მონაწილეებმა ნაწარმი სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და კათარზისის ადმინისტრაციას გადასცეს. თქვენგან გავიგეთ, რომ აქ იყო ესეთი სახლი და უნდა დავხმარებოდით და ეს ძალიან კარგი საქმეა და ყველა ქართველის ვალი არის, რომ ესეთი საქმე გააკეთოს და მოხარული ვართ, რომ ეს საქმე დღეს გაკეთდა. თერჯოლაში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველებმა დახმარება მიიღეს მარნეული სასურსათო ქარხნისგანაც. საწარმომ კათარზის საკუთარი ნაწარმი გადასცა. მათ შორისაა სხვადასხვა საკაზმის საშუალება, ჩაი და ნაბეღლავი. რამდენად შეგვიძლია და როგორაც შეგვიძლია ყველა ამ გაჭირებულ ადამიანებთან, სადაც ხელი მიგუჭდება და ინფორმაცია გვაქვს, ყველას ვეხმარებით. სრულნავთ ამ ხალხზე, იმიტომ რომ ჩვენი ეროვნული წარმოების პროდუქტი გვაქვს და ეროვნულ საქმეს ვემსახურებით.